მოგესალმებით, მეგობრებო, მნიშვნელოვანი ასტროლოგიური მოვლენა გვაქვს ცაზე. თეთრი მთვარე გადავიდა ლომის ზოდიაქოში, კირჩხიბში იყო მანამდე 7 თვის განმავლობაში და უახლოესი 7 თვე იქნება ლომის ზოდიაქოში. ვინც ახლა ვერ მომყვებით ესე აქტიურად გეტყვით, რა არის თეთრი მთვარე? სელენას ვეძახით, თეთრ მთვარეს ვეძახით, ორივე ერთ მნიშვნელობას იძლევა. თეთრი მთვარე ეს არის, მოდით ესე ვთქვათ, ძალიან ისეთ მიწიერ დონეზე ეს არის რაღაც სინდისი, მაღალი ღირებულებები, სისუფთავე შინაგანი, მორალი მაღალი, ანუ ის რაც ადამიანში ყველაზე მაღალ ადამიანურ სულიერ უნარებთან აკავშირდება, მოდით ესე ვთქვათ, ხო? აი ეს მაღალი სიხშირე, მაღალი უნარები ადამიანის კარმულ დონეზე ეს არის ყველაზე ნათელი ენერგეტიკული ვიბრაცია, რომელიც ნათელი სამყაროდან მოდის, ესე წერია ეზოთერიკაში მაგალითად, რომ სულიერ სამყაროებთან აკავშირებს თეთრი მთვარე ადამიანს, აი მაგალითად რელიგიაში რო არის, რომ აი ეს მიწიერი ცხოველური ინსტინქტები უნდა დავამარცხოთ და სულიერში გადავიყვანოთ და აი იქ არის სასუფეველი, იქ არის ღვთიური ენერგია. დაახლოებით ეზოთერიკაში ამ დონეზე განიხილება სელენა, რომელიც გვაკავშირებს, ну, ხმთლად სასუფეველთან არა, მაგრამ ნათელ ენერგიებთან, ნათელ ვიბრაციებთან. თუ ჩვენ ამ სიხშირეზე ვჯდებით და ყველას აქვს პირად რუკაში თეთრი მთვარე, სელენა, იგივე მიანიშნებს რა რესურსი აქვს, რა გზა არის ადამიანში თვითონ ენერგეტიკული, რომელიც დაუკავშირდება იმ კოსმიურ სიმშვიდეს, იმ დიდ წყაროს, ენერგიის წყაროს, აი პირდაპირ მე ვეძახი ხოლმე სელენას, სად გვაქვს ის სიხშირე, ის გზა, რომელიც პირდაპირ ღვთიურ წყაროს უკავშირდება. თუ ჩვენ ამ ენერგიაზე არ ვართ, როგორც წესი, მაშინ შავი მთვარის ენერგიაზე ვართ, დაბალ ვიბრაციებს ეძახიან ეზოთერიკაში ამ შავი მთვარის ენერგიას, იგივე ლილიტი მაგალითად. შავი მთვარე არის პირადი ეგოისტური მოთხოვნილებები, რომ მე მინდა და სხვას ვერ ვხედავ, აი ძალიან მარტივად რო გიხსნათ და მთელი ციკლი მაქვს, ეხლაც ვიდეოები დავდე ძალიან ბევრი, უფრო სიღრმისეულად სელენა ლილიტის ღერძზე. ტრენინგის მექნება მალე სხვათა შორის ამ გაცნობიერების ტრენინგი ამ სელენა ლილიტის ღერძის, აი სად არის აი ამ ნათელი მხარის ვიბრაცია ჩვენში, რომელსაც ვერ ვიჭერთ, ან პირიქით მაგალითად იქ მამიწიერი მეგვყავს ძალიან დაჩაგრული და ვერ ვახდენთ ამის გამთლიანებას. აი ეს ღერძი თვითონ სელენა ლილიტის ღერძი ეს არის მთელი ლაიტმოტივი ჩვენი ცხოვრების, ხო, ბევრი ვიდეო მაქვს ამ თემაზე დადებული და აი ამ ტრანზიტებში, როცა გადადის სელენა რომელიღაც ნიშანში მაგალითად, ხო, ახალი ენერგეტიკული ვიბრაცია შემოაქვს აღოდ ყველასთვის. სადაც არ უნდა მყავდეს ახლა მე თეთრი მთვარე მაგალითად, როცა ლომში შემოდის თეთრი მთვარე, აქ უკვე გასაგები არის, რომ ეს ლომური ენერგეტიკა ჩემზეც გავრცელდება, ყველაზე გავრცელდება მაგალითად და ლომი ზოდიაქოს ენერგია თვითონ ეს უკავშირდება სიყვარულს, უკავშირდება ბავშვებს, შვილებს, შემოქმედებით ენერგიას და უფრო მაღალ დონეზე ეს არის დიდსულოვნება, ეს არის კეთილშობილება, დიდი, ეს არის შინაგანი კონსტრუქციული სიამაყე, აი როდესაც ვიცით, რომ აი ადამიანს რაღაც თავის პრობლემები აქვს და ჩვენ რაღაცნაირად დიდსულოვნად გავუგებთ, მაგალითად, დიდსულოვნად მიუტევებთ, მაგალითად და ლომი არის ასევე დაკავშირებული გულთან, გულის ცხოვრებასთან. როცა ჩვენ გულით ვცხოვრობთ და არა გონებით, მაგალითად, როცა ვავრცელებთ გარშემო სიყვარულს, გახსნილობას, ბავშვურობას, თვითონ ლომის თვისებები ყველაზე ნათელი ეს არის. თეთრი მთვარე ეს არის ნიშნის ყველაზე პოზიტიური მხარის დაჭერა. აქ არ არის ნეგატივს, ახლა შეიძლება ვენერა იყოს ლომში და მას თავისი პრობლემებიც ქონდეს, ხო? იქ სიამაყე მაგალითად, იქ რაღაცნაირად გადამეტებული თავდაჯერებულობა, მაგრამ სელენასთან ეს თეთრ მთვარესთან ეს არ ხდება. თეთრი მთვარე მთლიანად ასუფთავებს ნიშნის ენერგიას. იქ არაფერი ზედმეტი არ არის, მეორე მხარე არ არის. სელენაში არის მხოლოდ ნათელი სუფთა ვიბრაცია, ამიტომ ცოტა სხვანაირად განვიხილავთ ხოლმე სელენას ენერგიას ნიშანში. აი ეს ვიბრაციები ლომური გავრცელდება ახლა ყველაზე.
უახლოესი 7 თვის განმავლობაში ფაქტიურად გამოცდასავით იქნება ჩვენთვის შევხედავთ თუ არა ჩვენ მაგალითად გულით ცხოვრობთ თუ არა ვავლენთ თავდაჯერებულობას შინაგან შემოქმედებით ენერგიას თუ არა ხო მაგალითად ლომი არის ასევე დაკავშირებული შვილებთან შემოქმედებით უნარებთან და შვილებთან რატო არის დაკავშირებული ბავშვი თავისი ნატურით არის ძალიან გულწრფელი და გახსნილი ის ამას თამაში უნდა გართობა უნდა ანუ არასერიოზულად უყურებს ხო გარკვეულწილად ცხოვრებას ბავშვი აი ეს ენერგია უნდა ცხოვრობდეს ჩვენშიც და აი ამ ბავშვთან ჩვენ თუ ესე მივდივართ ძალიან სერიოზულად და მკაცრად ხო მასში რაღაცნაირად ვაქრობთ ბავშვობას ხო აი ვისაც ჩავიმთვარე ყავს ომში მაგალითად ზუსტად ეს მოხდა მათში ჩაქრა ის სილაღე და ბავშვურობა ამავე დროს შეიძლება ზუსტად ამის გამო შინაგანად ბავშვურებიც არიან, ოღონდ დესტრუქციულად ბავშვურები პოტენციალში ვამბობ ამას. აქ შავმთვარეზე მაქვს ლაპარაკი და არა სხვა კომბინაციებზე ან ზოდიაქოზე ან ასე შემდეგ. და აქ მნიშვნელოვანი არის განსაკუთრებით შავმთვარე ვისაც ყავს ლომში ისინი დაინახავენ უფრო შეიძლება იგრძნონ რა აკლიათ, რისი გამოვლენა აკლიათ, ხო? აი ეს გულწრფელობა, გახსნილობა შეიძლება არ არის მარტივი ესე ბავშვურად იყო გახსნილი სამყაროში გული გაუზიარო, აი მაგალითად გულით მიუდგე ადამიანებს დიცულოვანი იყო, ხო? ამას თავის დანაკარგებიც აქვს, ამას თავის პრობლემებიც აქვს, მაგრამ ნამდვილი ლომი იმდენად არის შინაგანად თავდაჯერებული, რომ შეუძლია ძალიან კარგად ისევე დიცულოვნად მიიღოს, ხო, ეს ყველაფერი. გამოცდა იქნება ასევე სასიყვარულო ურთიერთობებშიც. თუ გაყვება გულს ადამიანი, მაგალითად და გულს გაყვება იმას კი არ ნიშნავს, რომ რაღაც არაფერს არ ვაქცევ ყურადღებას და მიყვარს და გავყვები. არ არის აქ ამაზე, აქ უფრო გულის გაყოლაზე არის გული რას მეუბნება ამ ურთიერთობაში, რა გრძნობს ამ ურთიერთობაში მაგალითად, ხო, რა მაკლია ამ ურთიერთობაში, რას გამოვხატავ ან რას ვერ გამოვხატავ, ხო? აი ესეთი დილემები შეიძლება გაჩნდეს და თან ისიც არის საინტერესო, რომ ეხლა თან ტრანზიტული შავმთვარე მორიელში გადის და მორიელი ცოტა დრამებთან არის დაკავშირებული, ცოტა ძაფრ ემოციებთან არის ზოგადად დაკავშირებული და ეს ტანდემი ხო აი მორიელი ლილიტი მაგალითად როდესაც რაღაც მიჯაჭულობები არის რაღაც ემოციური სტრესები შეიძლება ქონდეს ზოგს მაგალითად ან ფინანსებზე შიში შეიძლება ქონდეს ზოგს შეიძლება გადაღლა ქონდეს ენერგეტიკული აი აქ არის სელენა ლომის შემოსვლა რაღაცნაირად გვაძლევს იმას, რომ აი ცოტა ბავშვურად შევხედოთ რაღაცებს, მაგალითად ცოტა ხალისიანად, რამდენად შეგვიძლია ჩვენ დასვენება, რამდენად შეგვიძლია აი ის შინაგანი სიმდიდრე, რაც არის ადამიანში, მაგალითად გამოხატოს, ხო? ან თუ არ არის ეს ეძებოს. ახლა აქვს კარგი საშუალება სელენა, როცა გადავიდა ლომში, ხალხს დღეს გადავიდა სხვათა შორის 13 აგვისტოს კარგი საშუალება აქვს ხალხს ახლა დაინახოს რა უნდა რომ მათში განვითარდეს ტრანზიტული პერიოდები რატო არის ისეთ მნიშვნელოვანი აი თუ მე არაფერი მსგავსი არ მაქვს რუკაში მაგალითად რაც ხდება მე შეიძლება იმ პერიოდში ვიგრძნო ის ანუ შემოდის ენერგია რომელიც შეიძლება ჩემთვის არ იყო აქტუალური მაგრამ ეხლა ეს 7 თვე გახდება აქტუალური და რაღაც ახალ უნარებს მასწავლის ახალ შეხედულებებს მომცემს ახალ გამოცდილებას მომცემს ხო აი ამას იძლევა ხოლმე ახალი სელენას ტრანზიტი წინაზე იყო, წინა 7 თვის განმავლობაში იყო კირჩხიბში. კირჩხიბმა შეიძლება მოიტანა ზოგისთვის, აი დასვენება, საკუთარ სამყაროში ჩახედვის უნარი, მაგალითად, ფსიქოლოგიური კვლევები, შეიძლება ზოგს ქონდა განცდა, რომ აი მე ჩემ შინაგან სიმკვიდროვეზე უნდა ვიფიქრო, რაღაც არ მომწონს აქ, ხო? არ არის კირჩხიბი დაკავშირებული მაგალითად ბევრ ხალხთან ურთიერთობა. შეიძლება აი რაღაცნაირად ყველა ჩაიკეტა, კარგი გაგებით თუნდაც ჩაკეტილობა ისე არ, ჩაიკეტა რაღაც შინაგან სამყაროში, რომ აი გავიგო მე რა მინდა, მე რა მომწონს მე რა არ მომწონს, რა ტრამვები არის ჩემში შენახული, მაგალითად, რას ვერ ვავლენ სწორად და ძალიან ბევრმა შეიძლება იმუშავა თერაპიულად ძალიან ეფექტურად ამ პერიოდში, ხო? იმიტომ რომ წინა კირჩხიბის ტრანზიტმა ძალიან კარგად შეუწყო ხელი
აი ამ პირად სამყაროში კონცენტრაციაზე, აი რომ დაუკვირდეთ, ან ოჯახში ვარ კარგად თუ არა ვარ, შინაგანად ვარ კარგად თუ არა ვარ, აი ბევრისთვის იქნებოდა ეს გამოწვევა. ხოლო რაც უფრო ადამიანი გზნობიარია, რაც უფრო განვითარებული არის, ამ ენერგიებს უფრო კარგად იჭერს. სხვებს შეიძლება ქონდათ აი ცოტა ესეთ მიწიერ ვიბრაციას რო ეძახით ხოლმე, ამ სახლი ვიყიდო, ვინა გავარემონტო, ოჯახს მივხედო მაგალითად, რაღაცეები, მინდა შევცვალო სახლის ზონაში, ანუ უკვე ტექნიკურად ესე იყენებდა ამ ტრანზიტს, ცოტა გაგვინათდება ხოლმე გონება, სელენას ტრანზიტი ახლებურად მაგალითად, რომ რაღაცა მინდა რომ ის რაღაც გავაუმჯობესო, აი ეს ენერგიები, ეს სფერო დავინახე, ადრე თუ ვერ ხედავდი, ახლა ზოგი თუ ვერ ხედავდა რაღაც ფსიქოლოგიურად საკუთარ თავში გასასუფთავებელი თუ იყო ენერგეტიკულად, ეხლა შეიძლება დაინახას ელენას კირჩხიბის ტრანზიტზე, ხო? აი ლომი მოიტანს უკვე ცოტა სხვა რამეს, ლომი მოიტანს უკვე სიყვარულში გარკვევებს, რამდენად ჩვენ ჰობი გვაქვს და ვისვენებთ თუ არა, რამდენად ჩვენ ამ ცხოვრებაში ბალანსს ვიცავთ, როდესაც აქეთ არის სტრესი, ხმურიელურიც რო არის აქეთ, ხო? შინაგანი სტრესი მაგალითად, ან შინაგანი რაღაც ძაფრი ემოციები, რამდენად ჩვენ შეგვიძლია დავრელაქსდეთ, გავერთოთ, დავისვენოთ, საკუთარ თავს მივცეთ ცოტა ფუფუნების უფლებაც და აქ მაინც-ამით ფინანსები არ არის ხოლმე საჭირო ამ ფუფუნებისთვის, უბრალოდ ჩვენ შეგვიძლია აი ვაკეთოთ ის რაც ჩვენ გვიყვარს, აი წამოვწვეთ უბრალოდ და ღრუბლებს უყუროთ ცაზე და ეს განიჭერდეს ძალიან დიდ სიამოვნებას, ხო? აქ არ არის აუცილებლად ზოგს გონია განსაკუთრებული ლიტლომებს, რომ აი ბედნიერი რო იყოს, ფული ჭირდება. აი ეს გაგება არის აქ ვისაც ჩავიმთვარე ყავს ომში და არ ჭირდება ფული, შეიძლება უბრალოდ ბალახზე წამოწვე და მიწასთან იყო და ძალიან ბედნიერად იგრძნო თავი, ბევრი იფიქრო, მუსიკას უსმინო და ძალიან კარგად გაერთო. ყველას თავისი აქვს აი ესეთი პატარა კუნჭულები, სადაც ძალიან კარგად გრძნობს თავს. აი ლომი ამის გააქტიურებას მოახდენს ელენა ლომში, ახლა განსაკუთრებით. ასევე ლომი დაკავშირებული არის ხელმძღვანელობასთან, პასუხისგებლობებთან. აი შეიძლება მოგვინდეს რაღაც პასუხისგებლობების აღება, რაღაც ახალი ინიციატივების გამოვლენა საქმიან სფეროში, ახალი ვცადოთ მაგალითად, რაღაც შემოქმედებითად გავიშალოთ. აი ლომი, იცით როგორი ტიპაჟი არის? კარგ ლომს გულისხმობ ასტროლოგიაში? აი რაღაცა უცებ იდეა რო გაჩნდება, შევკრებ გუნდს, გავაკეთებინებ და შეიძლება რაღაც გრანდიოზული ფირმა გავაკეთო მაგალითად, ან რაღაც სერიოზული შევქმნა, ხო? ან აი თუნდაც ახლა პოლიტიკური პარტია რო შეიქმნას, ამას ლომური ენერგია ჭირდება, სუფთალომური ენერგია, ანუ რაღაც შეიძლება ლომში არ ყავდეს იმ ხალხს რაღაცა, მაგრამ აი ის გუნდის გაერთიანება, იდეის გარშემო, ამას ენერგეტიკა ჭირდება და ლომური ენერგეტიკა ჭირდება. ამიტომ ჩემი აზრით რაღაც აი ეს ენერგიები შემოვა უკვე სამყაროში და ზოგი დაიჭერს, ზოგი ვერ დაიჭერს, ზოგი სიყვარულში დაიჭერს ამ ენერგიას, ზოგი გართობაში, ზოგი შვილებთან ძალიან კარგად დატკბება და კარგად იქნება, ზოგი მაგალითად სოციალურ ქსელში გააქტიურდება, იმიტომ რომ ლომი გამოჩენასთან არის კავშირში, ლომი არის კავშირში ამავე დროს პიართან, რაღაც თემების გაპიარებასთან და ამ ენერგიებს სწორად გამოავლენს ეს ტრანზიტი, ანუ ეს არ იქნება რაღაცა ისე დესტრუქციული და ნეგატიური, ხო? პირიქით ელენამ იცის სუსტად იმ არხის დაჭერა, რა ჩვენში თურმე შეგვეძლო, რომ ყველაზე ნათელი კუთხით გამოგვეხატა. ეხლა შავი ლომში თუ არიან ძალიან ესეთი ნუ აი არ უყვართ თავის გამოხატვა, არ უყვართ პირად ურთიერთობებში გრძნობების გამოხატვა ზოგჯერ, ან ისე გამოხატავენ, რომ ეს მე ემოცია კი არ არის, აი ის არის იდეალიზირება იქ პარტნიორის მაგალითად და აი შენ ხარ ესეთი, აი შენ ხარ ესეთი და არა რომ მე ამას გრძნობ, ხო? ანუ სადღაც საკუთარი გრძნობების გამოხატვა მაინც-ამაინც ადეკვატური არ არის ხოლმე, როცა შავი მთვარე ყავს ადამიანს, ხო? ლომის ზოდიაქოში
და სელენა ამას პირიქით ძალიან კარგად, ან თეთრი მთვარე ძალიან კარგად ავლენს, რომ აქ შეიძლება სასიყვარულო სფეროში, ან გზნობებში, ან ადამიანებთან ურთიერთობაში უბრალოდ, ხო, მოხდეს კონცენტრირება, რომ მე მომინდეს, რომ უბრალოდ კეთილად, გულით დავილაპარაკო ადამიანებს, გამოვხატო ჩემი ემოციები, სითბოთი ვილაპარაკო, სითბოთი ვიურთიერთო ადამიანებთან და ამისი არ შემეშინდეს, იმიტომ რომ როგორც წესი ნეგატიური ლომი ეს რატო გადადის სიამაყეში და ეს ნარცისულ ფსიქოტიპში, ხო? იმიტომ რომ აქ შიში არის უარყოფის, შიში არის, რომ აი მე რომ კარგად მოვექცე, ის გამეუფასურებს. და შესაბამისად, კარგი ლომი აქ არ არის დაკავშირებული სხვა ადამიანების გაუფასურებასთან. ის თვითონ არის მას აქვს შინაგანი იმხელა სინათლე, რომ ვერამე ჩაუქრობს ამ სინათლეს, რაც არ უნდა რაღაცა ვერ დაინახონ მისი დადებითი მაგალითად, ხო? და აი ეს გააქტიურდება ძალიან. აი საკუთარ სულში სინათლის ძიება, საკუთარ სულში ძალის პოვნა, რამდენად მე შემოქმედებითი ვარ, რამდენად შემიძლია მე გავეხსნა სამყაროს, ურთიერთობებს გავეხსნა, ბავშვებს გავეხსნა. ზოგთან მაგალითად შეიძლება ბავშვი გაჩნდეს მაგალითად, ხო? და ზოგთან შეიძლება მოგვარდეს პირადი ურთიერთობები. აი მაგალითად ამ ტრანზიტზე ყველაზე კარგი არის მართლა ბავშვის გაჩენა და დაოჯახება ასევე, ხო? იმიტომ რომ როდესაც არის ხოლმე ტრანზიტული სიტუაციები, თან ეხლა საერთოდ გუშინ იყო განსაკუთრებით პიკი ვენერა იუპიტერის შეერთება არის ცაზე, იუპიტერი ჩვენთან სიმდიდრეა, დიდსულოვნება არის, ეს არის კეთილდღეობა და ვენერა ასევე არის ფინანსების, საზოგადოებასთან ურთიერთობა და ადიდებს ამ ყველაფერს, ხო? და ეხლა ეს პერიოდი კი დაიწყება უკვე დაშლა ასპექტის, მაგრამ ეს პერიოდი განსაკუთრებით შეიძლება გამოყენებული იქნას ძალიან კარგად. აი დღევანდელი დღე, ხვალინდელი დღე მაგალითად სოციალებისთვის, პიარისთვის, ახალი რაღაც ისეთი ახალი საქმის დასაწყებად მაგალითად, ხო? იმიტომ რომ აი ესეთი ტრანზიტებია, რომ მე ჩაიწერება ეს რუკაში საქმეში, გაყვება უკვე ეს ენერგია მთლიანად ამ საქმეს. აქედან ვამბობთ ხოლმე ჩვენ, რომ ტრანზიტული პერიოდები ძალიან მნიშვნელოვანი არის, კარგად შეირჩეს. თუ იქნება მაგალითად ფირმის დარეგისტრირება ამ პერიოდში, ხომ? იქ იუპიტერი არის თან კირჩხიბში, ძლიერი მდებარეობა არის იუპიტერი ამ ნიშანში, მაქვს ამაზე ვიდეო ადრე გაკეთებული. და სელენა ლომი, იუპიტერი კირჩხიბი, ეს არის ძალიან მჭიდროდ კავშირში პირად ურთიერთობებთან, ოჯახურ ურთიერთობებთან, ფსიქოლოგიურ ფაქტორებთანაც, შევიჭყიტები რამე ისეთი არ გამომრჩეს ეხლა ტრანზიტული სიტუაციები, ეს ხოთი შორის ცოტა ისეთი არის სატურნი ნეპტუნის შეერთება, ცოტა რაღაცნაირად ესეთი სიმკაცრე მოდის ოცნებებში და გეგმებში, ნეპტუნი ჩვენთან ოცნებებია, სურვილებიერი და სატურნი ცოტა მკაცრ შეზღუდვებს იძლევა ხოლმე აი ამ ოცნებებში, მკაცრ რეალობას გვანახებს ხოლმე, თუ ოდნავ მაინც რაღაც ფანტაზიებში წავედით, ან შეიძლება გადამეტებული შიშები იყოს, რომ რაღაც ილუზიებში ხო არა ვარ, რაღაც ოცნებებში ხო არა ვარ, ანუ ყველა ადამიანთან გარკვეულწილად ეს შეიძლება გამოვლინდეს. თუმცა, როცა არის მაინც სელენას გადასვლა ტრანზიტული ლომში, ამას ვითვალისწინებთ, რომ მნიშვნელოვანი არის ამ პერიოდში ახალი წამოწყებები, თამამი ახალი წამოწყებები, თავდაჯერებულობის გამოვლენა, შემოქმედებითი უნარების გამოვლენა და აქ სელენა დაგვანახებს სწორ ენერგიას. ერთი იცოდით, რომ ტრანზიტში სელენა არ იძლევა რაღაც სასწაულ გამართლებას, ან ეს არ მუშაობს როგორც იუპიტერი, აქ უფრო სწორ გზას ვხედავთ ხოლმე, აქ უფრო ვხედავთ ჩვენში რა არის ღერძი, რა შემოქმედებითი ენერგია უნდა გავხსნათ, რომელიც მე მოგცემს აი ამ წარმატებებს გარკვეულწილად უკვე სხვა ქმედებებიდან გამომდინარე, ეს უფრო სულიერ ჰარმონიაზე არის ეს ელენა შინაგანში და შინაგანი რესურსების პოვნაზე არის, ვიდრე აი რაღაცა უცებ კარგი მოხდეს, ხო? მაგალითად, ახლა ტრანზიტულ ვარიანტში, როდესაც სელენა გადის რომელიღაცა სახლს, ასევე ლილიტის სახლი ძალიან მნიშვნელოვანია. უფრო მეტად ხედავთ ხოლმე ჩვენ შავი მთვარის ტრანზიტი, რომელ სახლში გადის, იმ სახლს ურევს ძალიან, აქტიურებს და ზოგჯერ, აი რა დამთავრდება ეს ტრანზიტი, ფეიკი იცის ხოლმე, იქ აღარაფერი აღარ რჩება, უცებ მოიტანს რაღაცას და ისევე შაშანდელი თოვლივით ქრება.
ლილიტის ტრანზიტმა ეს იცის. სელენას შემთხვევაში პირიქით, აი აქ რაღაც გაცნობიერებები შეიძლება მოხდეს იმ სახლში, რომელშიც გადის, ახლა ვინც ერკვევა ასტროლოგიაში და ელემენტარული სახლების დონე იცით თქვენ პირად რუკაში, ხო? აი თან ახლა ვისაც ლომით რომელიმე სახლი ეწყებათ, მაგალითად, ხო? და პირველ გრადუსებზე, ესე იმ სახლში გადის სელენა და სახლის სფეროში უკვე, ну, მაგალითად, ასციდენტი, ვისაც ლომში ყავს და აი ზუსტად პირველ გრადუსზე ეწყებათ, უკვე პირველ სახლში გადის უკვე თეთრი მთვარე და თეთრი მთვარე ეს არის რაღაც შემში შეიძლება დავინახო, ისეთი რაღაც ძალა ინიციატივების, რაც აქამდე არ მქონია მაგალითად. ანუ ვიგრძნოთ ის, ვისაც ნათალურში ისედაც პირველ სახლში ყავს თეთრი მთვარე და რაღაც შინაგანი კეთილშობილება, შინაგანი თვითრწმენა მოყვება მუდმივად, ხო? თუ არის მე-12 სახლში მაგალითად, აქ შეიძლება იყოს, რომ რაღაცნაირად ინტუიციურად რაღაცებს ხვდები მაგალითად, რაღაც ფსიქოლოგიურ ჯაღრმავებებში ვარ. ან რატომღაც მომინდა დასვენება ეხლა მე-12 სახლში გამდის სელენა და წამოვედი აქ ზღვაზე და რაღაც ძალიან ისეთ მედიტაციურ ებაში ვარ ზღვასთან კონტაქტზე რო ვთქვათ, ხო? და აქ შეიძლება ისეთი კარგი რაღაცები ამოყაროს. აქ შეიძლება რაღაც ის არ იყოს აქ რო იუპიტერი იყოს მაგალითად ის ცოტა სხვანაირად იმუშავებდა, მაგრამ მე-12 სახლმა იცის ხოლმე აი ფსიქოლოგიურად რაღაც გასუფთავება ხდება შინაგანი, კარმულ გასუფთავებას ვეძახით ხოლმე, ხო, გაცნობიერებებს ვეძახით. თუ არის ხოლმე ახლა მაგალითად მეორე სახლში კირჩხიბის ზოდიაქოები, ვინც არიანი, მათ მეორე სახლში უხდებათ მაგალითად, ხო, სელენა ფინანსურად, მატერიალურად ახალი, რაც უფრო ახალ შემოქმედებით ენერგიას ჩართავს ადამიანი, მატერიალურად კარგად იქნება მაგალითად. თუ არის იქ მესამე სახლში გადასვლა, სელენასი, აქ შეიძლება გამოვლინდეს, რომ აი რაღაც სუფთა ინფორმაციები მოდის სწავლა მომინდა, ან თუ ახლა ამ პერიოდში სწავლას დავიწყებ, ან ურთიერთობებში შევალ, ეს რაღაც ძალიან ესეთი სუფთა არხი იქნება ჩემთვის, ხო, ინფორმაციულ დონეზე სუფთა ინფორმაცია იქნება. მაგალითად, კუროებს მე-4 სახლში გადასდით სელენა და მე-4 სახლი ეს არის, რომ ნელ-ნელა შეიძლება ამოუტიტდეს ადამიანს, რომ აი მე რაღაცები უნდა დავალაგო ოჯახში, ან შეიძლება საერთოდ სახლი ვეძებო, ან მოვაგვარო ჩემი შინაგანი პრობლემები, სახლი ვეძებო, რაც ნიშნავს გადავიდე სადმე ახალ სახლში საცხოვრებლად, ან შეიძლება ვიფიქრო უკვე, რომ ჩემი პირადი ოჯახური სამყარო მოვიწყო, ხო? აი ასეთი ფაქტორები ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ გავაცნობიეროთ, ვთქვათ, სელენა რომელ სახლში გადის და ლილიტსაც უყურებთ იქ, იმიტომ რომ ლილიტი აფუჭებს იმ სახლს, რაშიც გადის, აქ შეიძლება გამოცდები იყოს სერიოზული, რომელიც მერე აი ესე არის რა, რომ უკარო მოვიხედავთ და რაღაცები არ ყოფილა ისე როგორც ჩვენ გვეგონა, ხო, თავიდან როგორც გვპირდებოდა სიტუაცია, მაგალითად სელენა საპირისპირო ენერგია არის, რომ აქ ჩუმად წყნარად რაღაც სწორ გადაწყვეტილებებს ვიღებთ, გონება გვინათდება, შინაგანად რაღაც ინტუიცია უკვე სწორ გზაზე გვაყენებს და აი ეს მნიშვნელოვანი არის ხოლმე, რომ ხედავთ ამ ყველაფერს პირად რუკაში, რომ ვაკონტროლებთ, მოდით ესე ვთქვათ, ხო, უფრო გაცნობიერებულად ვართ, უფრო ხვდებით რა ენერგიებში ვართ გარემოში, რა ზემოქმედებაში ვართ მაგალითად და რა შესაძლებლობები გვაქვს. ახლა სულ იმას ვამბობ ხოლმე, რომ ახლა ძალიან კი გგონია, რომ ჩვენ რაღაცებს წყვეტთ, ჩვენ რაღაცებს ვალაგებთ და სინამდვილეში ტრანზიტული სიტუაცია ეს არის ენერგია სამყაროდან შემოსული, რომელსაც ჩვენ ვიჭერთ. და ჩვენ თუ რაღაცას გადავწყვეტთ, სინამდვილეში დიხნით ადრე არის ხოლმე ეს გაწერილი, რომ ამ პერიოდში ესეთი რაღაცები მოხდება. ოღონდ ეს ისევ გეუბნებით ტრანზიტულად, რომ ჩვენი შინაგანი ფსიქოლოგიური მდგომარეობა, ჩვენი არჩევანი მიიყვანს იქამდე. მერე სიტუაციას, ხო? და აი ეს ენერგიები რო შემოდის, აქ უკვე უბრალოდ ჩვენზე არის, ხა ძალიან უარეს ვარიანტს ავირჩევთ თუ შედარებით ნორმალურ ვარიანტს ავირჩევთ, ხო? აი ეს არის განვითარების პროცესი ადამიანში ინდივიდუალურად როგორ ვლინდება. სხვადასხვა ახლა რამდენი წელია რუკებზე მუშაობ და აი ერთი და იგივე კომბინაციით სხვადასხვა ადამიანში მაგალითად, ლაიტმოტივი შეიძლება მსგავსი იყოს, მაგრამ
ერთი იჯდეს ძალიან მაგალითად ან სატურნის ან ლილიტის ენერგიაზე, მეორე იყოს თლიანად იუპიტერიანულ ენერგიაზე. ანუ რუკაში არის მოცემული პოტენციალი, მაგრამ რომელ პლანეტარულ ენერგიებს ირჩევს ადამიანი, ის მასზე არის. ზოგი პირიქით გაურბის რაღაც ნეგატიურ ასპექტებს. ეხლა სატურნი მზის ნეგატიური ასპექტში აქ შეგვიძლია მივიღოთ ზე პასუხისგებლიანი ადამიანი ან ზე უპასუხისგებლო ადამიანი. ის არჩევანზე არის, ხო? მასზე არის. ამიტომ, როდესაც ახლა ლომის ენერგიაზე ლაპარაკობ და სელენა ლომში ხო, ვინ როგორ დაიჭერს, ეს გააჩნია მათ შინაგან მდგომარეობას. ახლა პირველ რიგში ყველაზე კარგი არის ლომებისთვის ეს პერიოდი თავში უნდა მეთქვა და დამოვიწყდა. რაც გავყევი საუბარს. პირველ რიგში ყველაზე კარგი არის ლომებისთვის ეს ტრანზიტი, მიუხედავად იმისა, რომ საწყის ლომებს ახლა პლუტონი უკეთებთ ოპოზიციას და ცოტა რთული პერიოდი არის მათთვის, ეს არის იძულებითი ტრანსფორმაცია, იძულებითი ცვლილებები, საწყის ლომებს გულისხმობ, უფრო აი შედის მზე ლომში და მაშინ რომ ვინც დაიბადნენ, იმიტომ რომ პლუტონი ახლა საწყის გრადუსებზე არის. თუმცა პოტენციალში მაინც ენერგეტიკულად მუშაობს ეს პლუტონი, მაგრამ განსაკუთრებით ოპოზიცია ცოტა რთულად ვლინდება ხოლმე, მაგრამ ლომებისთვის მაინც კარგი პერიოდი არის. რაღაც აი საკუთარ ცნობიერთან, აი გაცნობიერებები მოხდება. მე რა მინდა თურმე რა მინდა რომ გამოვხატო. ანუ ზე ლომის ზოდიაქოში ეს შინაგანი სხივი სამყაროსგან ახლა ის ენერგია განმტკიცებული იქნება უფრო. და განსაკუთრებით უახლოესი 7 თვის განმავლობაში ამ ზოდიაქოსთვის იქნება ერთ-ერთი, ხა ვერ ვიტყვი რომ იდეალური კარგი პერიოდი, აი ეს უფრო იუპიტერს მოაქვს, უფრო სხვა პლანეტებს მოაქვს, უფრო იქნება როგორ იცით, აი შინაგანად ბევრ რაღაცას მივხვდი, ბევრ რაღაცა დავალაგე, მაინც რომ რაღაც სამყაროს თანადგომას გრძნობ. რაც უფრო ახლა ნათელ ენერგიებზე დგას ადამიანი, ის უფრო გრძნობს სელენას ენერგიას და რაც უფრო არ დგას, ის ვერ გრძნობს ხოლმე, ეგ არის განსხვავება, ხო? რომ შეიძლება ჩვენ ვიგრძნოთ ნათელი ენერგიები, მაგ შემთხვევაში თუ ჩვენში ეს დევს და მიუყვებით ამ ნათელ ენერგიებს, ხო, ამაზე არის საუბარი. მაგრამ პოტენციურად ლომებისთვის ახლა ისე კირჩხიბებისთვის კარგი პერიოდია, იმიტომ რომ იუპიტერი გადის კირჩხიბში. იუპიტერმა ცოტა პრობლემებიც იცის, მარტო ადიდებს ყველაფერს და შესაბამისად შეიძლება ზოგჯერ პრობლემებიც გაადიდოს, მაგრამ სტანდარტულ ასტროლოგიაში იღბალი მაინც მუშაობს, გააქტიურება კირჩხიბებისთვის მაინც ისეთი არის, აი თვალში საცემი არის და სელენა ცოტა სხვანაირად მუშაობს. სელენა მუშაობს, რომ აი ჩემში აი ეს ლომის ენერგია შეიძლება მე დავინახო ყველაზე კარგად. უფროსების სიგნიფიკატორი არის ჩვენთან მზე, მამაკაცების სიგნიფიკატორი და აქ სელენა მფარველობას გაუწევს იმ ხალხს, ვინცთანაც აი ეს იერარქიული დაცვა იქნება. ახლა ხელმძღვანელი იქნება, მამა იქნება, უფროსი იქნება, მამაკაცებთან ურთიერთობაში ქალები რამდენად ანდიცილოვნებას გამოავლენენ, რამდენად გულს გახსნიან. აქ იმაზე არ არის ლაპარაკი, ხო, ტოქსიკურ ურთიერთობაში ძალიან დიცილოვანი ვიყო. აქ არის ზუსტად იმაზე ლაპარაკი, რომ გულში მე რაც არ მომწონს, ხალხი და აი გულით თქვა, რომ აი ეს ჩემთვის ცოტა პრობლემა არის. ოღონდ ეს აგრესიულად და კონფლიქტურად კი არ უნდა იყოს. აი გულით გახსნილი არის ლომი, ბავშვად, ბავშვი რომ რაღაცას იტყვის, რომ აი მე მეწყინა მაგალითად, ხო, გულით რო ამბობს. აი მე შენ არ მომწონხარ რაღაცას რო ეტყვიან ხოლმე. ეგრე მარტო არ მოწონს რა და რა ქნას. აი ეს არის ლომური ენერგია. და რამდენად ჩვენ ამ ლომურ ენერგიას ვიჭერთ და გულში არ ვიდებთ რაღაცებს, მით უფრო მფარველობა იქნება ამ სელენასგან. აი ეს არის. აი პირიქით შავი მთვარე როცა არის ლომში ხოლმე იდებენ ბევრს ნეგატივებს, არ ამბობენ თავის სათქმელს, მე ეს გული სივდება და სივდება. მაგალითად, ეს არის გამოუხატავობა გრძნობების, ხო? და სელენა პირიქით აქ წააქეზებს აი ამ გამოხატვას. და ამას მინდა ყურადღება მიაქციოთ, მე ცოტა მოკლედ ვისაუბრე ამ ტრანზიტზე. ველოდები თქვენგან კომენტარებს რა და გაინტერესებთ, მაგალითად ვცდილობ ხოლმე რომ გაგცეთ პასუხები. ნიშნებზე ახლა აღარ ვისაუბრე, იმიტომ რომ სელენას გავლენა მაინც იცით როგორი არის, არ იცის აი ესე პირდაპირ რაღაცა სასწაული ხდება.
ეს არ არის სელენას ფუნქცია. სელენა იძლევა შიდა სინდის ნამუსთან, შიდა ნათელ მხარესთან კონტაქტის შესაძლებლობას და ამას შეიძლება ფული არ მოქონდეს ან რაღაც სასწაულები არ მოქონდეს, ხო? აქ მოაქვს უფრო აი ეს შინაგანი სულიერი ამაღლება, მოდით ესე ვთქვათ, ხო? რომ აი მე რაღაცნაირად დავინახე ის ნათელი, რასაც არ ვავლენდი ამდენი ხანი და ამაში გვიწყობს ხოლმე სელენა ძალიან კარგად ხელს. აი თუ სელენას ტრანზიტი კირჩხიბში ბევრისთვის იყო თერაპიულად გაცნობიერების პერიოდი, შინაგან სიღრმეებთან გაცნობიერების პერიოდი და ეხლა ეს გრძელდება კიდეც, იმიტომ რომ იუპიტერი არის კირჩხიბში ასევე, ხო? და განსაკუთრებით ფსიქოთერაპიული მიმართულებით ეს ძალიან კარგი პერიოდი არის. იუპიტერი როცა კირჩხიბში არის ძლიერად ავლენს თავს და ძალიან კარგი ახლა აი განსაკუთრებით ახლა გულახდილად რო გითხრათ, აი ეს პერიოდი ვინც მოდის ჩემთან პირად რუკაზე, აი ძალიან მაღალი ხარისხის მუშაობა გვაქვს. ძალიან ღრმა შრეებში გაცნობიერებები გვაქვს ზუსტად აი ამ იუპიტერის წყალობით, ესე რომ ვთქვათ, მე ადრეც ვთქვი, ახლა ამ იუპიტერზე რო გავაკეთე ადრე ვიდეო, რომ ეს პერიოდი იქნება ძალიან თერაპიული ადამიანებისთვის, შეიძლება ახლა ისეთ რაღაცას მიხვდეს ადამიანი, აქ ამ წლები რო ვერ ხვდებოდა, ხო? ეს შემოაქა ეს ენერგია და განსაკუთრებით პროდუქტიული იყო ჩემთვისაც ამ პერიოდში, პირად რუკებზე მუშაობა, განსაკუთრებით აი რაღაცა ემოციურ გრძნობადი მხარეც უფრო წვდომადი იყო ადამიანებისთვისაც, ვინც მოდის და სელენა ხო ამაში საერთოდ ხელს უწყობდა. აი ახლა ლომში უფრო თავდაჯერებულობაზე იმუშავებს, უფრო პიროვნულ მეს გამოხატვაზე იმუშავებს. მე რა მინდა, მე სად მაქვს ეს სიხარულის განცდა, სად მაქვს შემოქმედებითი პოტენციალი, აი ვინც ამ სიხშირეზე დაჯდება, ძალიან კარგი შედეგები შეიძლება დადონ, მოდით ესე ვთქვათ. ამით დაგემშვიდობებით. თუ რამე გექნებათ კითხვები, დამიწერეთ, გავითვალისწინებ შემდეგი ვიდეოსთვის და გემშვიდობებით დროებით მაშინ.